Შეთქვა ჩვენი პროგრამის მთავარი თემა წარმოგიდგინოთ, როგორც იცით, ჯანსაღი ცხოვრების წესებს საუბრობთ და სანამ სტუმრებთან ერთად კონკრეტულ პროექტზე ვისაუბრებთ, სიუჟეტი უნდა ვნახოთ. ანა მეზრიშვილი მოგიყვება თუ როგორი უნდა იყოს თქვენი კვების რაციონი, რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში და როდის უნდა მიირთვათ ხილი. ცნობილი მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი ვარჯიშს ყოველდღიურად რამდენიმე საათს უთმობს. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ყველაზე საუკეთესო გზა მისთვის ცხოვრების აქტიური წესი და რა თქმა უნდა ცურვაა. ცურვის უნიკალური სტილი ხელფეხშეკრული კოლხური, რომლითაც 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა დარდანელის სრუტე გადაცურა და კიდევ სხვა ბევრი ქართული თუ არაქართული ცურვის სტილი სიცხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და საერთოდ ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. სწორი ცურვის დროს უკვე კუნთების, მოძრაობა ხელების, ფეხების, თავის და სუნთქვა არის დარეგულირებული და ისეთი კოორდინაცია ხდება სხეულის, რომ ეს ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ჩვენთვის რომ ფორმა შევინარჩუნო დაახლოებით 2 კილომეტრამდე ვცურავ. იმისთვის, რომ ჯანმრთელი ორგანიზმი გქონდეს, ვარჯიშს და ცურვას ჯანსაღი საკვებიც უნდა დავუმატოთ. როგორც ექიმი ენდოკრინოლოგები აღნიშნავენ, აუცილებელია კვების რაციონი სწორად იყოს დაწერილი. უმჯობესია თუ დილას რძის პროდუქტებით დავიწყებთ. საუზმე ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია. სადილი წვნიანისგან, თევზის, საქონლის ან ქათმის ხორცისგან უნდა შედგებოდეს. ასევე შეგვიძლია სადილად სალათიც მივირთოთ. აღშემი კი გაითვალისწინეთ, რაც შეიძლება მსუბუქი უნდა იყოს. რაც შეეხება ხილს, ხილის მიყოლება ან საუზმეზე, ან სადილზე და ან ბაღშემზე რეკომენდებული არ არის. ხილი, როგორც წესი, ადამიანმა უნდა მიიღოს დამოუკიდებლად კვებიდან დაახლოებით 2-3 საათში, იმიტომ რომ კუჭ-ნაწლავის მეტნაკლებად თავისუფალია და თვითონ ხილი არის ყველაზე მდიდარი პროდუქტი ვიტამინებით, რომ მაქსიმალური შეწოვა ამ ვიტამინების და მაქსიმალური სარგებელი ადამიანმა მიიღოს ხილისგან, ეს ჭამიდან დამოუკიდებლად. ჭამის შემდეგ დაახლოებით 2-3 საათში. ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, ასე რომ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რადგან ის შეუცვლელი და ყველაზე ძვირფასია. ბრუნდების სტუდიაში და ჩვენთან არიან საყვარელი სტუმრები. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ ვსაუბრობ ძალიან საინტერესო თემაზე და აქვე ვიტყვით იმასაც, რომ ესენი არიან ნიკა და ნუცა. ვიდეორგოლის პერსონაჟები. ეს არის ნიკა. ჩვენთვის ძალიან ცნობილი ვიდეორგოლის პერსონაჟები და შესაბამისად ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისტვის გადაიღეს ეს ვიდეორგოლი პირველი ლედის ინიციატივა და შესაბამისად ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე. ძალიან საჭირო და აუცილებელი რჩევები უნდა მივცეთ ყველა იმ ხალხს და ყველა იმ მაყურებელს, ვისაც აინტერესებს ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და შესაბამისად ჩვენი სტუმრებიც უკვე შემოგვერთდნენ დილამშვიდობის მოგესალმებით. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები არიან ალიანსის ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა, ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი ილიას სირაძე და ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების სამსახურის უფროსი ქალბატონი ნელა სტურვა. დილამშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. პირველ რიგში ჩვენ მაყურებელს უკვე გავაცანით ჩვენი პერსონაჟები და პირველ რიგში მაინტერესებს რა ითვალისწინებს პროექტი და დაიწყეთ თუ არა აქტივობები, რაც ამ პროექტით არის გათვალისწინებული. ეს პროექტი პირველ რიგში ითვალისწინებს ესე იგი ეროვნული ძალების მობილიზებას ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის და ამას ამ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა პირველი ლედი. ხდება მთელი არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების ძალისხმევის გაძლიერება, გაერთიანება. ჩვენ ვართ ერთ-ერთი წარმომადგენელი ამ პროექტის და ეს პროექტი არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და უსაფრთხო ცხოვრების წესის სწავლა და რა თქმა უნდა ჩვენ მოვდივართ ჩვენი ბავშვობიდან. ჩვენ ყველა უნარჩვევებს ვიძენთ ბავშვობაში და ეს შეძენილი უნარჩვევები შემდგომ მოზარდობაში იწვევს დაავადებებს, რომლის შესახებაც ქალბატონი ლელა გესაუბრებათ, როგორი მაღალია სტატისტიკური მონაცემები.
სხვადასხვა ავადობის, რაც დამოკიდებულია ჩვენ ჩვევებზე და ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სკოლაში იწყება ეს ყველაფერი ნუცადანიკა დაგვეხმარება, რომ ბავშვებთან ერთად მშობლებმა და რა თქმა უნდა საზოგადოებამ ყველამ ერთად ძალისხმევით გავხდეთ უფრო ჯანსაღები და ჯანმრთელები. როდესაც იწყება ეს სკოლებში, და რომელ სკოლებზეა საუბარი, ანუ ყველა სკოლას მოვიცავთ თბილისში თუ რეგიონებში? ესე იგი, ეს დაიწყო უკვე დაახლოებით 1 წელია, მიმდინარეობს ეს პროექტი, შეიძლება ცოტა მეტი, მაგრამ ჩვენ 1 წლის წინ ჩავერთეთ. ეს იყო პირველი ნაბიჯი, რაც გავაკეთეთ ჩვენ ორგანიზაციამ კონკრეტულად სტრატეგიული ელემენტები თუ რა არის ჯანსაღი სკოლა და უსაფრთხო ცხოვრება, ეს სტრატეგიული ელემენტები მთავრობას წარუდგინეთ. მეორე ეტაპი, რასაც ამჟამად ვაკეთებთ, ეს არის უკვე სკოლამ რა უნდა გააკეთოს და სკოლის პედაგოგებმა. ზუსტად გუშინ ჰქონდა პირველი საპილოტე ტრეინინგში მონაწილეობდა 20 სკოლის წარმომადგენელი. სკოლა თვითონ არჩევს დამოუკიდებლად, ვის უნდა, ვინ იქნება ჯანსაღი სკოლის კოორდინატორი, ეს არის ან პედაგოგი, ან მასწავლებელი, შეიძლება მშობელი, უფროსი კლასელი. და ჩვენი მიწოდებული რეკომენდაციებით, რომელიც არის საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობილი, აი ამით ხდება. ეს არის ეს რეკომენდაციები, ესე იგი ძალიან სკოლის პრინციპი არის პირველ რიგში პოლიტიკური დოკუმენტები, რა სანიტარო-ჰიგიენური ნორმები, კვება, ძალადობის არ ყოფნა სკოლაში. შემდეგშია ფიზიკური გარემო, არის სასწავლო კურიკულუმები და ფსიქოლოგიური გარემო. ამჟამად ეს პროექტი არის ესე იგი სოციალური გარემო, ძირითადად, როდესაც მასმედია ერთვება თქვენ, საზოგადოების უფრო ინფორმაცია ხდება, რადგან სკოლაში ხშირად ნასწავლი ცოდნა, როდესაც ბავშვი ბრუნდება ოჯახში, იქ სხვა გარემო ხდება და ეს ცოდნა იკარგება. ძალისხმევაა საჭირო, რომ ოჯახიც და სკოლაც ერთიანად მე მაინტერესებს შემდეგი რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ კვების კულტურის განვითარებას ბავშვობიდან შეეწყოს ხელი და ზოგადად უფრო კონკრეტული რჩევები, რომ ვიცით ჩვენს მაყურებელს, როგორი უნდა იყოს რაციონი. საერთოდ როგორც ნებისმიერი სახის ჩვევები, კვებითი ჩვევების ბავშვობაში უნდა ჩამოყალიბდეს. ის თუ როგორ ვიკვებებით და რას ვღებულობთ საკვების მიღების დროს, მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს მომავალ ჯანმრთელობას და ჩვენს მომავალ კვებით ჩვევებს. აუცილებელია დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მიღება, სულ-მცირე 5 ულუფა უნდა მივიღოთ, რაც სამწუხაროდ დიახ, უახლოესი კვლევების საფუძველზე დგინდება, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 70% არის კვებითი რისკის ქვეშ, ანუ ხილისა და ბოსტნეულის საკმარის რაოდენობას არ იღებს. ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს ჭარბიწონა და სიმსუქნე. თუ ბავშვებში 13%-ს აქვს ჭარბიწონა და 7% ყავს მსუქანი, უკვე მოზრდილ ასაკში მოსახლეობის ნახევარზე მეტი, სადღაც 55% და მეტი არის ჭარბიწონის მქონე და ყოველი მეოთხე ქართველი ადამიანი არის მსუქანი. რამდენად დიდია ამის მიზეზთა შორის ინფორმაციის არარსებობა? ინფორმაციის არარსებობა შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია. ვინაიდან ადამიანმა არ იცის, რაც ნიშნავს ჯანსაღი კვება. ზოგ ადამიანს გონია, რომ თუ იგი სახლში იკვებება, ეს არის ჯანსაღი კვება, რაც ნამდვილად არ არის სწორი. იმიტომ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ზუსტად კვლევებზე დაყრდნობით იღებს ცხიმებით ძალიან დიდარ, მარილით ძალიან დიდარ და შაქრით და სხვა ტკბილეულით ძალიან დიდარ საკვებს, რომელიც არც ერთი არ არის ჯანსაღი პროდუქტი. ყველაზე მცირე რაოდენობით ვთქვათ, მოსახლეობა მოიხმარს თევზეულ პროდუქტებს, რაც არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი და სამწუხაროდ მათი მოხმარება ხდება ძალიან მცირე რაოდენობით. იგივე ისია ხოლმე, რომ აი შვილო არ ჩამოგარეთ, მოდი სახლში ჯანსაღი საკვები მიიღე, ოჯახში ჯობს. ამ დროს აღმოჩნდა, რომ არ არის სხვა ისე როგორც თავარია იცოდნენ, რომ ეს საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და გაწონასწორებული. არც მარილის და შაქრის ამოღებაც არ არის სასურველი, ხო? რაც გამოღებაა სასურველი, როგორც მარილის, ასევე შაქრის. არა, საერთოდ უნდა მივიღოთ. ესე იგი, ეს საკვების რაციონში შედის როგორც პირველი ისეთი უფრო შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჩვენი თებში სახით დილით და შეგვიძლია გავყოთ 4 ნაწილად. ცოტა დიდი ხნის წინ პირამიდას ეძახდნენ ამას, სამკურნ პირამიდას, მაგრამ ეხლა უფრო გამარტივდა. ეს არის მარცვლეული, ბოსტნეული
ცილის შემცველი პროდუქტები შეიძლება იყოს თევზეული და ზღვის პროდუქტები ძალიან სასარგებლო, შეიძლება იყოს ხორცი და შეიძლება იყოს მარცვლეულიც ცილა შეიცავს, თქვათ ლობიო. და მეორე ეს არის რძის პროდუქტები, ხაჭო. აქვე არის ცხიმის შემცველი და ესე იგი ცხიმი ძალიან მცირე რაოდენობით. შეიძლება მიიღო ნამცხვარი, კანფეტი, ტკბილეული, მაგრამ ეს უნდა იყოს გაწონასწორებული. აუცილებელია წყალი მივიღოთ ზუსტად ეს ყოველდღიურ. ძალიან ხშირად ამბობს არის ამის პროპაგანდა, რომ ბევრი წყალი არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. არ უყვარს გარკვეული ესა თუ ის პროდუქტი ჩანაცვლება ან ვიტამინებით, თან თუმეტეს ახლა ზამთარია და იმდენად არ მოიპოვება ხო ხილი საფოსტნეული. ანუ რომელი ვიტამინებით, როგორ უნდა მოხდეს ჩანაცვლება? ზუსტად ამაშია, რომ ესეთი გაწონასწორებული ნიშნავს, რომ ყველა სეზონს საერთოდ კვება ზოგადად არის ეროვნული და ტრადიციებზე დაყრდნობილი და ყველა სეზონს აქვს თავისი ხილი, მით უმეტეს ჩვენ ქვეყანას. და ხშირად ზუსტად ამბობენ, რომ როგორ შეიძლება ვიტამინს თუ მას არ დაუნიშნავს ექიმი, ხელოვნურად თეთის და ოჯახის მიერ გადაწყვეტილებას ჯობია მიიღოს ბუნებრივი ვიტამინი. ეს შეიძლება იყოს გამხმარი ხილი, ჩვეულებრივი ძალიან ეს არ არის ესეთი ფასის მიხედვითაც თუ ოჯახმა შეიძლება იგივე ღირებულებაში მოაქციოს, თქვათ, მცირე რაოდენობის ხილი, სტაფილოს, თუნდაც ეს ქალბატონო, ეს სახელმძღვანელობა გქონდა ხო რაღაც ამ არა, ეს მაქვს 2009 წლის ეროვნული ნუტრიციული კვლევის ანგარიში, სადაც რომლის მიხედვითაც ბავშვებში საკმაოდ ხშირია სიმსუქნე და ხშირად მშობლებს უხარიათ, რომ მათი შვილი არის მსუქანი. ხო, აი ეს სტერეოტიპი უნდა დავარღვიოთ, რომ მსუქანი ბავშვი ჯანმრთელ ბავშვს არ ნიშნავს. დიახ, სამწუხაროდ ამბოლოთვის ეს იგი არის სასკოლო ასაკში არის პერიოდი, როდესაც ბავშვი ბუნებრივად ხდება გამხდარი, ეს არის 8-დან 14 წლამდე. განიცდიან მშობლები, ანუ თუ გამხდარია, ფიქრობენ რომ ჰემოგლობინი აქვს დაბალი, ფერი არ გაქვს, ესე იგი ჯანმრთელი არ ხარ. ამ დროს უბრალოდ ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რომ ის ძალიან არ გახდეს და არ ჩამოვიდეს წონის დაბალ ნორმებში. არის შემდეგ ასაკში არის ჭარბი წონა. რაღაც პერიოდი ბავშვების ეს არის 10-12 წელი ბუნებრივად ხდება ცხიმის განლევა და მაშინ პირიქით ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რომ თქვა ძალიან არ დააგდეს წონა. კი ბატონო, და ბოლო შეკითხვა თუ შეიძლება, თქვენ თქვით, რომ სკოლების აქტიური ჩართვა მოხდება ამ პროექტში. თუ გეგმავთ, რომ სკოლის სასადილოებში მისცეთ რეკომენდაცია, თუ როგორი უნდა იყოს მათი კვების რაციონი? კი, რა თქმა უნდა, ჯანსაღი სკოლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ეს არის საკვები, როგორც თქვი, ცხოვრების და სკოლას უნდა კონდეს ამ შემთხვევაში ის ადგილი, სანიტარული ჰიგიენური ნორმები, პირველ რიგში დაკმაყოფილებული გარემო, სადაც ბავშვი იღებს საკვებს და თვითონ მენიუ უნდა იყოს ჯანსაღი და უვნებელი ჯანმრთელობისთვის უვნებელი. ძალიან კარგი, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე გაითვალისწინებს სხვის რჩევებს და შესაბამისად მდგომარეობა გამოსწორდება კვების მხრივ, რადგან როგორც თქვი 70%-ს არ აქვს იმის საშუალება, უბრალოდ 70% არ იკვებება სწორად. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ალიანსის ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი ილიას სირაძე და ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების სამსახური